მოგესალმებით. რაც შეეხება ჩემი კოლეგების, ადვოკატების კომენტარებს, მე ნამდვილად არ ვაპირებ ადვოკატების გაკრიტიკებას, პირიქით, ყველა ჩემს კოლეგას, ადვოკატს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ისინი რა თქმა უნდა, საკუთარ საქმეს აკეთებენ, ისინი იცავენ ბრალდებულთა, აწუხებს ჯავრდებულთა ინტერესებს და მათი მოვალეობა არის, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ იცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები და ასე შემდეგ. მე საერთოდ არ მიგვირს მათი არც ერთი განცხადება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაკრიტიკებას არ ვაპირებ. კი ბატონო, რა სიტყვით გადაწყვეტილებაზე, მაგრამ აუცილებლად გითხავთ. დიახ. დადასტურდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა არაერთი ადამიანი და გელა უცილაურს მარტო ეს დანაშაული არ ჩაუყენია. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში მე ვაცხადებდი, რომ პროკურატურა მიდიოდა განზრახ არასწორი მიმართულებით, რომ პროკურატურა არ იძიებდა საქმეს, აკეთებდა ყველაფერს, რომ ჩაეფარცხათ ეს დანაშაული და გახსოვთ. ხაზგასმით ვამბობდი, რომ ხელისუფლება ფარველობდა გავლენიან პირებს და ეს პირები თავიანთ უზომოდ ძალაუფლებას იყენებდნენ იმისათვის, რომ ჩაფარცხულიყო მათი მონაწილეობით ჩადენილი დანაშაული. რა მოხდა, რატომ აიღო ხელისუფლებამ ამ გავლენიანი პირების ფარველობაზე ხელი? თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი ბულინგი ეგრეთ წოდებული, არაერთი სიტყვიერი თავდასხმა პირადად ჩემი მისამართით, როდესაც მე ამ ყველაფერზე ვსაუბრობდი. ასევე იყო არაერთი დისკრედიტაციის ცდელობა, თუმცა სიმართლე იმდენად ნათელი იყო, ჭეშმარიტება იმდენად აშკარა იყო და საზოგადოების ხადაჭერა იმდენად დიდი იყო, რომ შემდეგ თვეების შემდეგ, დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ, პროკურორი შეიცვალა საქმეზე, გამოძიება წავიდა უკვე სხვა მიმართულებით, შეიცვალა კვალიფიკაცია საქმეზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა არაერთი ადამიანი პასუხისმგებაში. მე, როგორც დაზარალებულ ადვოკატს, არასდროს არ მithქვამს, არ გამოსულვა და არ მithქვამს, რომ უნდა დაეკავებინათ ერთი პიროვნება, უნდა დაეკავებინათ მეორე პიროვნება სახელებით და გვარებით, არავის პასუხისმგებაში მისცემა მე არ მომითხოვია, არავის დაკავება მე არ მომითხოვია, მე ვიტყოდი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. ნუ ფარცხავთ დანაშაულს, ნუ იძიებთ არასწორად დანაშაულს, გამოიძიეთ ობიექტურად და ყოველდღიურად და გაეცით პასუხებს კითხვები. მე მქონდა პრეტენზია პროკურატურასთან, მე არასდროს არ მithქვამს. საინტერესოა თქვენ რახან ამბობთ, რომ საქმის ჩაფარცხვით იყო დაკავებული ხელისუფლება პროკურატურის ხელით, შემდეგ რა შეიცვალა, რატომ ეს თქვათ აღარ გააგრძელეს, ასე ვთქვათ, მათზე ხელის დაფარება. თქვენ რას უკავშირებთ ამას, რატომ წავიდა საქმე ამ მიმართულებით, რომ იქნა უკვე დამკვეთებზე და ორგანიზატორებზე საუბარი და დღეს ვნახეთ ჩვენ სამი უბადო პატიმრობა. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ჩაფარცხვის ოპერაცია, ასე რომ ვთქვათ, მიდიოდა არა ერთი დღით და ორი დღის განმავლობაში, არამედ რამდენიმე თვის განმავლობაში, რის გამოც არ იქნა შესაძლებელი მოპოვებული ყოფილიყო თავიდანვე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები. ანუ თავიდანვე უნდა ყოფილიყო მოპოვებული, თუმცა შემდეგ უკვე, როდესაც გამოძიება შედარებით უკვე სწორ რელსებზე გადავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვა პროკურატურამ გარკვეული მტკიცებულებები. იმდენად აშკარა იყო, იმდენად თეთრიც დაფითიკერებოდა ეს საქმე, რომ შეუძლებელი იყო ასე გაგრძელება, და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დადასტურდა, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, გახდნენ უკვე იძულებულნი, რომ შეეცვალათ მუხლის კვალიფიკაცია. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ თითქოს ბრალდების დადგენილებაში არ იყო უსოიანი ნახსენები და თითქოს პროკურორმა რატო გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი. უნდა მეკითხა უსოიანის როლზე, დიახ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ დღეს არ იხილებოდა უსოიანის ბრალდების საქმე. დღეს იხილებოდა სხვა პირთა ბრალდების საქმე და სწორედ ამიტომაც არ იყო ბრალდების დადგენილებაში ნახსენები უსოიანი, როგორც გვარი. ასევე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ის არის მთავარი ინიციატორი, თუ მკვლელობის იდეის ავტორი, შეკვეთის ავტორი არის უსოიანი, ეს არ გულისხმობდა, რომ ამ საქმის ფარგლებში მისი ანჩვენება, გამოკითხვა, რაღაცნაირი მასთან კომუნიკაციის მცდელობა, როგორც შესაძლებელი იქნებოდა. მე არ ვიცი, სად არის ეს პირი ახლა მოსკოვში? დღეს იხილებოდა მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულთა საქმე, აი ამ საქმეზე დადგა განაჩენი.
თუმცა გამოძიება გრძელდება, ამაზე მინდა ხაზგასმით დიახ. ვისაუბრო და ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ გამოძიება გრძელდება და მე როგორც ბაზარალებულის ინტერესების დამცველს ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული შეკითხვები. მე ნამდვილად არ ვაპირებ ახლა გამოვიდე და ვთქვა რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არის და ყველაფერი იდეალურად არის. მე კიდევ მაქვს შეკითხვები და აუცილებლად გავაკეთებ ჩვენ ყველაფერს, რომ ყველა კითხვას გაიცეს პასუხი. აქვე შეგახსენებთ რომ გრძელდება გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბრალდებული არის ოთარ რომანოვ-პარცხალაძე, რომლის მიმართაც ჯერჯერობით არ არის საქმე დასრულებული. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით იმას, თუ რა შედეგით დასრულდება აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ასევე საინტერესოა დღეს გამოტანილი განაჩენის დასაბუთება და ძალიან ბევრი გარემოება, რაზეც მე აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას. სარსახად ვაცხადებ და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ თუ მე დავინახავ პროკურატურა მუშაობს არასწორი მიმართულებით, თუ მე დავინახავ, რომ პროკურატურა მუშაობს არასწორი მიმართულებით, მე აუცილებლად ყოველთვის დავაფიქსირებ ჩემს პრეტენზიას, ნამდვილად არ მოვერიდები პრეტენზიის დაფიქსირებას. ჩემი მიზანი არ არის, რომ ვინმე უდანაშაულო ადამიანი მიეცეს პასუხისგებაში, თუმცა რაც იმას დავუშვებ, რომ ამ უმძიმეს კვლელობაში ჩამდენი რომელიმე პირი დარჩეს დაუშვებ. ტარიელ, პარცხალაძეზე ვიდრე კითხავთ, მე მაინტერესებს მთავარი პრეტენზია, რაც არის დღეს, მესმის რომ თქვენ კოლეგებზე არ გინდათ საუბარი, მაგრამ თქვენი კოლეგები აჟღერებენ რა ხარვეზები ქონდა ამ საქმეს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სწორად მიმდინარე პროცესი იყო და კმაყოფილი ხართ აი ამ პირველი ეტაპის დასასრულით, საინტერესოა თქვენ რა სიტყვით აი ამ მთავარ პრეტენზიაზე, რომ ეს არის პატაკებზე აგებული საქმე და ვერ აკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, საქმის სრულყოფილების პრეტენზია ვერ ექნება მას, არის მოკლედ პატაკებით აწყობილი ფაზლი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს. გამამტყუნებელი განაჩენი. დიახ. არ ხართ თბილისში, რეგიონიდან გვერთვებით, ამიტომ გარკვეული ხარვეზი აქვს, ჩვენ დავუბრუნდებით. დიახ, ტარიელ გისმენთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს ერთი პატაკის ან ცალკე აღებული ერთი გამოკითხვის ოქმის საფუძველზე. დიახ. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს მტკიცებულებათა ერთობლიობით. შესაბამისად, პროკურორს არსად უთქვამს, რომ მხოლოდ ერთი პატაკის საფუძველზე ვედავები ვინმეს რამეს, ან ერთი გამოკითხვის ოქმით. აქ არის საუბარი არაერთ სხვადასხვა მტკიცებულებაზე, რომელიც უნდა შეეფასებინა სასამართლოს. მე პირადად ნამდვილად აქტიურად, სპეციალურად არ ვერეოდი არსებითი განხილვის მიმდინარეობაში, პროცესებსაც კი სპეციალურად არ ვესწრებოდი. მე მონაწილეობდი ამ შემთხვევაში დამკვირვებლის როლში, ასე რომ ვთქვათ, და ჩემი მიზანი იყო ერთი და იგივე, რაც მანამდე განვაცხადე, რომ დადგენილი იყო ჭეშმარიტება. მე არ ამირჩევია კონკრეტულად რომელიმე ბრალდებული და არ მithქვამს, რომ ეს ადამიანი უნდა დააკავოთ. მე ვამბობ, რომ ჩაატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და სწორედ ჩვენი ძალისხმევით ჩატარდა ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც პროკურატურა გამოძიება ამ სისხლის სამართლის საქმეში საერთოდ არ ატარებდა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, აქ მარტო პატაკზე არ არის საუბარი. გამოკითხვის ოქმებზე არის, ლოკაციებზე არის, იარაღის წარმომავლობაზე არის, სხვადასხვა განაჩენებზე არის, რომელიც პრეიუდიცია არის და გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება და ასე შემდეგ. მე ახლა არ მინდა გამოვიდე პროკურორის როლში, თუმცა აბსოლუტურად მესმის ჩემი კოლეგების, რომლებიც არიან უკმაყოფილონი აღნიშნული განაჩენით, როდესაც შენი დაცვის მიმართ ხდება გამამტყუნებელი განაჩენი მაქსიმალური მუხლით. თავისუფლების საკუთრებას მაკოფილები, მე მათ გაკრიტიკებას არ ვაპირებ და როგორც ჩემს მიმართ ხორციელდებოდა თვეების განმავლობაში ბულინგი, რომ თითქოს მე არასწორად ვამბობდი, რომ ეს იყო შეკვეთილი ხმელობა, მე პირადად ნამდვილად არ დაუშვებ იმ ადვოკატების მიმართ ბულინგს, რომლებიც ბრალდებულებს იცავდნენ და მე დავისალ ჩემს კოლეგებს.
კი ბატონო, ადვოკატები ხომ არ არიან, მხოლოდ არიან თავად, ასე ვთქვათ, ფიგურანტები, მათ შორის მიქაძე, რომელიც დღეს სიტყვის უფლებით ისარგებლა და თავადაც ამბობდა, რომ არანაირი შეხება, არანაირი, ასე ვთქვათ, გადაკვეთა და არანაირი კონფლიქტი არ ქონია და რომ ეს საერთოდ გამოგონილი ბრალია და რომ არათუ მოუკლავს ვინმე, არც გაუფიქრებია ამას როგორ იზამდა, ან ასე არ გაუზრდია თის და არც თავად გაუზრდია მისი ძმა და ასე შემდეგ. ანუ ადვოკატებს მოუწყდეთ თავად ბრალდებული, რა თქმა უნდა, არ აღიარებს არც ერთ ნაწილში ამ ბრალს. გასაგებია, ადვოკატები იცავენ ბრალდებულს, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. აქ უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ ჩემი ბოლოდროინდელი განცხადებები, მე არსად არ მოუწოდებდი სასამართლოს, რომ გინდა თუ არა გამოეტანა კონკრეტული განაჩენი, კონკრეტული შედეგით. მე ვამბობდი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. გამოიტანეთ განაჩენი, რომელიც იქნება კანონიერი, რომელიც იქნება ჭეშმარიტი რეალობასთან შესაბამისობაში და მტკიცებულებებთან შესაბამისობაში. და სასამართლომ დღეს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ დამატებითი შეკითხვები არსებობს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე აუცილებლად დაახლოებით 2 კვირის ფარგლებში ჩვენ ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მე მექნება შესაძლებლობა რომ აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად უფრო მეტ დეტალთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ტარიელ, აუცილებლად მინდა გკითხოთ ცალკე ფარცხალაძეზე, დღეს არ ყოფილა მისი ხსენება, რა ნაწილში, რა გაგრძელება ექნება უშუალოდ ფარცხალაძის თემას, რა სიტყვით, თქვენ სხვა საქმეებშიც ხართ ადვოკატი, როგორც ვიცი, სადაც მისი შეიძლება რაღაც ტიპის გავლენა იკითხებოდეს ამ კონკრეტულ საქმესთან და ზოგადად ფარცხალაძეს ფიგურაზე რა სიტყვით. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, დიახ. არსებობს უამრავი შეკითხვა, რომელსაც ასევე უნდა გაეცეს პასუხი. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საქმე ჯერ არ დასრულებულა და სასამართლომ უნდა გაცეს პასუხი. მონაწილეობდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე აღნიშნული მკვლელობის შეკვეთაში. რაც შეეხება სხვა საქმეებს, ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს კიდევ არაერთ სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის საქმეში, რომელშიც მე ვარ პირადად ჩართული და ვიცავ ბრალდებულ ლერი ფხაკაძის ინტერესებს. ლერი ფხაკაძე არის პიროვნება, რომლის ოჯახიც იყო დამფუძნებელი, თქვენ კარგად იცით, კომპანია ლუტეციას, რომელსაც ჰქონდა სუნამოების ქსელი, ოჯახს წაართვეს აღნიშნული ბიზნესი. ლერი ფხაკაძის მიმართ განხორციელდა თავდასხმა, განხორციელდა არაერთი მცდელობა, რომ ეს ადამიანი დაეშინებინათ, თუმცა როდესაც უკვე შედეგს ვერ მიაღწიეს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, დაიწყეს მის მიმართ საქმე და მას წაართვეს აღნიშნული ბიზნესი. რა თქმა უნდა, საქმე ჯერ არ არის დასრულებული, კვლავ მიმდინარეობს საქმის განხილვა, როგორც სისხლის სამართლის საქმეს, ასევე უზენაეს სასამართლოში არის სამოქალაქო საქმე და ჩვენ ველოდებით, რომ უზენაესი სასამართლო მიიღებს კანონიერ ერთადერთ გადაწყვეტილებას. კი ბატონო, რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეზე, ასე ვთქვათ, თქვენ ვისაც წარმოადგენთ, ვის ინტერესსაც იცავთ, ჯანგველაძეს, მათ აქვთ თუ არა რა პოზიცია აქვთ, ან მათთვის რამდენად იდენტიფიცირებულია ფარცხალაძე, მესმის რომ ისინი გამომძიებლები არ არიან, უბრალოდ ინტერესი მხარის და მათი ცოდნა და ინფორმირებულობა ამ საქმეზე როგორია, ანუ თქვენი მხარე. კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ, რომ მე როგორც გაზარალებულის ინტერესების დამცველი მიზნად ვისახავ ყველა მსგავს სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთ რამეს, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. მე არასდროს არ ვარჩევ პირს, კონკრეტულ პირს, როგორც დანაშაულში მონაწილეს ან დანაშაულის ჩამდენ პირს. ამ შემთხვევაშიც არსებობს ხომ კითხვები ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მიეცა ხო ფარცხალაძე პასუხისგებაში. მე ახლა ვიტყვი, რომ ჩატარდეს გამოძიება ობიექტურად სასამართლო განხილვებით ჩატარდეს ყველა პროცედურის დაცვით და დადასტურდეს, ან უარყოფილი იქნეს. არის თუ არა ოთარ რომანოვ ფარცხალაძე აღნიშნული მკვლელობის შემკვეთი. ეს არის ჩემი მოვალეობა, სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს დაზარალებულის ოჯახს, მოკლულის ოჯახს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე აინტერესებს. უსოიანთან დაკავშირებითაც იგივე პოზიცია?
აბსოლუტურად იგივე პოზიცია, მე არ მაქვს იმის უფლება და არასოდეს გავსი რამ არ გამიკეთებია, რომ ავარჩიო უსოიანი და ვთქვა რომ უსოიანი მიეცით პასუხისგებაში. მე ვამბობ რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს გაეცეს პასუხი და მე როდესაც დავინახავ დიახ კი ბატონო, ხარვეზია პრინციპში დავასრულეთ ინტერვიუ, მაგრამ თუ ბოლო ფრაზას დასრულება სურს, ტარიელ კაკაბაძე, ჯანგველაძე